ვიმყოფებით გარნის ანტიკური კომპლექსის ტერიტორიაზე. სომხეთის თაგრეხილის მთებშია მოქცეული ულამაზესი ხეობა. არარატის მთაც ჩანს, როდესაც ნისლიანი დღე არ არის. გარნის ტაძარი არის ანტიკური ტაძარი პირველი საუკუნის, რომელიც მეოთხე საუკუნეშიც ქრისტიანობის შემოსვლის და ლეგალიზაციის შემდეგ გადარჩა და იდგა უცვლელად და შესანიშნავად, რადგან გარდამოცემის მიხედვით ტრდად მესამეს სომხეთის მეფეს აქ ჰქონდა თავისი რეზიდენცია და განსაკუთრებულად უყვარდა ეს ადგილი. 2011 წლიდან გარნი არის იუნესკოს შემადგენლობის დაცვის ქვეშ, რაც შეეხება თითოეულ ტაძარს ის მშვენივრად გამოიყურება, არაჩვეულებრივად ერთადერთი ამ ტიპის ტაძარი სომხეთის ტერიტორიაზე. ტაძარი მე-17 საუკუნემდე იდგა თითქმის დაუზიანებლად და ძალიან კარგად. მე-17 საუკუნის შუა წლებში აქ მოხდა მძლავრი მიწისძვრა, იმიტომ რომ გარშემო არის ძალიან, ასე ვთქვათ, მთები დიდი, ეს არასეისმომდგრადი ტერიტორიებია, ქანებზე დგას პირდაპირ და აი ამ მძლავრმა მიწისძვრამ ის სრულად შეარყია და დაანგრია მისი ნაწილები იფრქვეოდა ხეობის ტერიტორიაზე და მე-20 საუკუნის შუა წლებში, 60-იან, 70-იან წლებში აქ ჩატარდა მძლავრი დიდი სარესტავრაციო სამუშაოები, მოხდა სრული აღდგენა, მაგრამ აბსოლუტურად ყველა დეტალი, ყველა მონაკვეთი, ყველა ნაწილი ამოღებული იყო ხეობიდან და თავთავის ადგილზე დადგმული. ცხადია ის დანაკარგები შევსებულია ახალი მასალით, თავისთავად ცხადია ბაზალტის ძალიან დიდი საძირკველი აქვს, საფუძველი აქვს, მაღალი კიბეებით, მრავალსაფეხურიანი მაღალი კიბით ადიხარ საკუთრივ ტაძარში, გარშემო მას აქვს დორიული იონური კოლონები, ბაზისებითა და სვეტისთავებით, სპირალური ვოლტებით, როგორც ანტიკურ ტაძრებს შვევია ადგას თავზე ანტაბლემენტი, არქიტრავით, ფრიზითა და კარნიზით, რომლის შიგთავშიც სამკუთხა ფრონტონია მოქცეული. შიგნით ეს არის მითრას, ასე ვთქვათ, სახელობის ტაძარი, შიგნით არის საკურთხეველი აი ამ ღმერთის. საკურთხეველზე იდგა მითრას ქანდაკება, ხოლო მის წინ იყო აუზი და პირდაპირ მითრას ქანდაკების თავზე ღიაა ეს ტაძრის სახურავი, სადაც მზის სხივების შემოსვლა და შემოდინება ხდებოდა, რომელიც სემანტიკური რელიგიური რიტუალებისას ეფინებოდა თვითონ ღვთაების ქანდაკებას, გადადიოდა აუზში, რომელშიც იდგა ან წმინდა წყალი, ან წმინდა ზეთი, სადაც სრულდებოდა ქურუმთა მიერ ანტიკური სემანტიკური რიტუალი. ტერიტორიაზე, კომპლექსის ტერიტორიაზე არის ტაძრის გარდა, ტაძარი შესანიშნავად არის შემორჩენილი გათხრებით მიღებული და აღმოჩენილი არის დიდი სასახლე, სასახლის ნანგრევები ჩანს. სასახლე შეიცავდა რამოდენიმე დარბაზს, ოთახებს, საძინებლებს, არის მარანი ღვინის საწურიც, ასე ვთქვათ, და სასახლის თავზე მე-7 საუკუნეში წმინდა სიონის სახელობის ეკლესიაა აღმართული, 4-აფსიდიანი, ეკლესიაც დანგრეული აქვს, მისი გეგმა ძალიან კარგად იკითხება საფუძვლები. შესაბამისად, როგორც აქაური ხელოვნებაცოდნეები ამბობენ, სასახლის ნანგრევების დიდი ნაწილი სწორედ ეკლესიის ქვეშ არის, ანუ ნაშთებზე, სასახლის ნანგრევებზე მოხდა შემდეგ მე-7 საუკუნეში წმინდა სიონის ეკლესიის დაფუძნება და დაარსება. დაახლოებით 30-35 მეტრის მოშორებით ტაძრიდან არის აბანო, ეს არის ანტიკური რომაული აბანო, რომელშიც განსაკუთრებულად საინტერესო მოზაიკური გამოსახულება იკითხება ანტიკური ხანის. ვიმყოფებით გარნის კომპლექსის, ანტიკური კომპლექსის ტერიტორიაზე, კონკრეტულად აბანოს ტერიტორიაზე. ეს არის რომაული აბანო, პირველ საუკუნეში არის აგებული. აბანო შედგება რამოდენიმე სექციისაგან, არის ძალიან საინტერესო ნაგებობა, არის ცივი 4 სექციაა კონკრეტულად, რაც თვალხილულად იკითხება. ეს არის ცივი წყლის, ცელი წყლის აუზები, ხედავთ თიხის ფილებს, რომელიც იატაკის ქვეშ იყო და ძალიან კარგად ათბობდა იატაკს. მე-4 სექცია საკუთრივ არის აუზი ძალიან შთამბეჭდავია, იმიტომ რომ მის იატაკზე არის მოზაიკური გამოსახულება, პირველი საუკუნის მოზაიკური გამოსახულება, ტესერები ძალიან საინტერესო ფერებში, ლურჯრია, ლურჯ და მწვანე ფერებში, არის მამაკაცისა და ქალის თემა, ანუ პერსონიფიკაციები წყლის, ოკეანისა და ზღვის, თავისი წარწერებით. სავარაუდოდ ეს არის ამ სასახლის აბანოს ვთქვათ აუზი. პირველი საუკუნე, ანტიკური ეპოქა.